კიდევ ერთხელ სალამი ძვირფასო გულშემატკივრებო, ისე ლუკა კილასონია და საბა ჯორჯიკაშვილი ვართ თქვენთან ერთად და დიდი 10-ის პლეი-ოფის სტადია გრძელდება, სადაც უკვე გასავარდნი ეგრეთ წოდებულ უწერია რომ გასავარდნი ფინალის თამაშია დღეს თბილისის არმია, რომელმაც წლევანდელი წელი მეოთხე ადგილას დაამთავრა, მას მინძლობს გორში ამ შემთხვევაში რუსთავის ხარებს, რომელმაც მე-6-ზე დაამთავრეს ასპარეზობა. ამათ შორის გამარჯვებული გადის შემდეგ ეტაპზე, ხოლო დამარცხებული რჩება ლევანდელ სეზონს ასრულებს. მოკლედ საკმაოდ საინტერესო თამაში იქნება, ძალიან დაძაბული, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ რუსთავმაც დაძაბული თამაში დაამთავრა წინა ეტაპი და თბილისის არმიამაც. ხო და რუსთავმა ალბათ ყველაზე პლეი-ოფის ყველაზე დიდი მოულოდნელობა გამოაცხო, არესი რომელიც რეგულარულ სეზონში ძალიან კარგად გამოიყურებოდა. პირველ მეორე ადგილას. კი, ფაქტობრივად მთელი სეზონი მეორე ადგილზე იყო პირველ ადგილზეც გადავიდა რამდენჯერმე, თუმცა სტაბილურად მეორე ადგილი ეჭირათ მათ. თუმცა ბოლო ტურში დაკარგეს, მესამეზე გავიდნენ და მალევე ძალიან პირველსავე წრეში გამოეთიშნენ უკვე საპლეი-ოფო სტადიას. რაც შეეხება არმიას, არმიელებმა 13-3 დაამარცხეს ხვამლი, იმ შეხვედრაში მათ 3 ყვითელი ბარათი მიიღეს და ხვამლმა რაღაცნაირად მოახერხა და წუთი იყვნენ არმიელები კაცნაკური მაგ თამაშზე. მოკლედ ასია თუ ისე შედეგი ისა გვაქვს რომ არმია, თბილისის არმია მას მინძლობს რუსთავის ხარებს და მე გაგაცნობთ პირდაპირ დავიწყებთ შემადგენლობებით. თბილისის არმია პირველი ხაზი, პირველი 2 და 3, ვახტანგ ქვათაძე, ლევან ჭავჭავაძე და გიორგი კაკაურიძე. ნოდარ ჭეიშვილი და საულუა გოლენვუ წყულდებიან ერთმანეთს მეორე ხაზში, მეოთხე და მეხუთე ნომრად, ფარნაგასვიანი 6, თენგო გიგულაშვილი 7, კოლი ტამანიტოა ყულა კაცრავად 8 ნომერზე, სანდრო ნახუცრიშვილი გუნდის კაპიტანი იქნება 9 ნომერზე შერკინების, იგივე გამთამაშებლად, მამუკან ინიძე 10 ნომერი, 11 ბექა მაჭარაშვილი, 12 სანდრო სესიაშვილი, 13 გიორგი ხარშილაძე, ლუკა კეშელავა 14 და მერელს პიტერსი, რომელიც ბოლო 3 თამაში აკლდათ თბილისის არმიას ასევე სადისციპლინარო დარღვევის გამო წითელი ბარათის მიღების შემდეგ, იგიც დაუბრუნდა დღევანდელ შეხვედრას და იწყებს საკუთარ პოზიციაზე. გუნდის მენეჯერი ლევან დარასელია, გუნდის მწვრთნელი კი ლაშა ბაირამაშვილი. ახლო კადრში გახდათ სხვათა შორის დავით შუბიძე, ახლა სამსაჯო კომიტეტის თავმჯდომარე, რომ მოკითხვა გაუგზავნოთ აქედან. რაც შეეხება რუსთავის ხარებს, პირველი 2 და 3 ნომრებით სტუმართა რიგებში გოგა ქადარია, თაზო ჭამიაშვილი და გუნდის კაპიტანი მიხეილ ციკლაური, მეორე ხაზის წყვილი კობა ჯიმშელეიშვილი, კახა გაზაშვილი არიან 4 და 5 ნომრებად, 6 მესამე ხაზში ირაკლი ულუარსაბიშვილი, 7 ლუკა კოხია, 8 ხვიჩა ბუჯიაშვილი. რაც შეეხება ხაზს 9 და 10 ნომრები ვაჟა ხუციშვილი და სანდრო მარგიანი ერთმანეთს შეუწყულდებიან, 11 ბომბარდირი ანა რეტუიტაი, 12 სანდრო ილურიძე, 13 სანდრო სვანიძე, 14 რატუ საინივალატი, 15 კი მაიკელი როკონდი ნონო, მთავარი მწვრთნელი ირაკლი ნატრიაშვილი, გია ქერაშვილი გახლავთ გუნდის მენეჯერი. ანა რეტუიტაი წინა შეხვედრაში გაუთანაბრდა ოხოძეს, რომელიც 17 ლელოთი ლიდერობდა სეზონის რეგულარული გათამაშების დასრულების შემდეგ ბომბარდირთა დავას და აიასა და ხარების მორაგბეები ორივე გარემარბი არის 17 ლელოთი სათავეში. საუკეთესო მეკულე უკვე გამოეთიშა, თევდორაძე 166 ქულით გახდათ საუკეთესო მეკულე, ბაბუნაშვილი განაგრძობს უკვე 27-ში ასპარეზობას პლეი-ოფში, 150 ქულით ტალახაძე, ისიც გამოეთიშა ასპარეზობას და 132 ქულით მელს პიტერსი, არმიის ფულბეკი. სანდრო ნახუცრიშვილი და მიხეილ ციკლაური ერთმანეთის გვერდ ორი გამორჩეული კაპიტანი წლევანდელ სეზონში. ნახუცრიშვილი წელს ნახეთ არაერთ პოზიციაზე და გამოდიან მოთამაშეები, სულ მალე დაიწყება შეხვედრა.
იქამდე კი დაუთმობ სიტყვას კიდევ ერთხელ ლუკას, გაგაცნობთ. ეხლა მომსახურე პერსონალი დღევანდელი შეხვედრისა საბა აბულაშვილი განშის ცენტრალური მსაჯის პოზიციიდან დღევანდელ შეხვედრას მას კიდევზე შოთი ცაგარეიშვილი და მარიამ გოგუაძე მიეხმარებიან. ვიდეო რეფერი გელა ლემონჯავა იქნება. დელეგატი ირაკლი დოლიძე გახლავთ, ანა პოღოსიანი მეოთხე მსაჯი, მდივანი ტექა დავჩიძე, ჟიურისერი ფარსმან გაბაძე და ფხიზელი თვალიც ყავს გიორგი ვენეცკი. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ფხიზელი თვალი რას ნიშნავს? ფხიზელი თვალი არის შემდეგი პროფესია, რომ თუ დაუშვათ საქმეს რაიმე საკისმინო დარღვევა გამოსჭა მოედანზე ან მოედნის მიღმა, მაშინ ისაკეთებს ჩანაწერებს და შემდეგ უკვე გადადის ეს სადისციპლინო განხილვაში. იმედია დღეს გიორგის ვენეცკის საქმე საერთოდ არ ექნება, ამას ვისურვებდი მასაც და ჩვენ თავსაც და სხვა რაღაც დაგვრჩენია, რომ შევხედოთ კარგ დაძაბულ ორთაბრძოლას. შეგახსენებთ, რომ თბილისის არმიამ წინა შეხვედრა ასევე გორში გამართა, სადაც პირველი ნახევრიდან ძალიან დიდ თოვლობად ნალექი სასწაულად დიდი იყო და ძალიან დაძაბული ორთაბრძოლა გამართეს და გაიმარჯვეს. საბოლოო ჯამში ამაშობაში დაიწყო შეხვედრა, ლუკა კოხიამ პირველი დაკიდებული ბურთი მიიღო და ძალიან საინტერესო სურათს უყურებთ ახლა. ერთად თუ როგორ არის გაჩერებული კადრი. ხო, იმედი მაქვს, რომ რუბლიანობის გამო ბევრი ხარვეზი არ გვექნება. ვაჟახუციშვილი თვითონ გადადის ფეხით მოწინააღმდეგის მხარეს. პიტერსი ჩამოიტოვა 1 მეტრში შესანიშნავი გადაცემა. კარგად ითამაშეს არმიელებმა ამ შემთხვევაში ძალიან. ნახუციშვილი მარჯვენა ფლანგზე გავა, რა თქმა უნდა, ბურთი აქეთ ადგილი აღარ არის დარჩენილი. ჭავჭავაძე მეოს პიტერსია დაშავებული როგორც ჩანს ბოლოს კონტაქტში მოხდა მას. სესიაშვილი მარჯვნივ კეშელავამდე ხარშილაძე ჩაიტანა ბურთი, წამოეხმარა. კეშელავა თავად გადამყრელად ხაზით აგრძელებს, კვლავ ჭავჭავაძე ჩაერთო. ერთ შეტევაზე ორჯერ აქტიურად შევიდა ჭავჭავაძე კონტაქტში. ნახუციშვილი ხაზის მოთამაშეებით ჩართო. შეინარჩუნეს 10 მეტრიან წყვეტილ-ხაზს გადაცდნენ. მაილს პიტერსიც როგორც ჩანს წამოდგა, ტკივილს გაუძლო ამ ახალგაზრდა კაცმა. მარცხენა ფლანგზე გადმოდის შეტევა ნინიძე. ახლოში შედის გოილევუ. სესიაშვილი, მაჭარაშვილი შეაჩერეს. ჭავჭავაძემ დაარტყა ფეხი გარეთ გავიდა. აქტიურია ჭავჭავაძე ძალიან ჯერჯერობით. უყვარს მას ღია თამაში ჩართვა, უყვარს ბურთთან ერთად ყოფნა ხშირად. ხედავთ ხოლმე მას გარემარბის პოზიციაზე ჩარჩენილს. ხარშილაძე, სესიაშვილი, თავად შეუტია სესიაშვილმა, არისკავენ კიდეზე ბოლომდე გათამაშებას არმიელები. რუსთავი კი ჯერჯერობით რაც შეხვედრა დაიწყო, თავს იცავს, მაღალ ტემპში ცდილობს არმია თავისი ფაზების განვითარებას. კეშელავას ჩაუვარდა რთულ სიტუაციაში. ვაჟახუციშვილმა შებოჭა ის. ფეხით თამაშობს ნახუციშვილი, მოკლე გადაკიდება. რუსთაველებს არ უნდა გაეპაროთ. ფიჯური ლამაზი კომბინაცია ერთსვლიანი. გაითამაშეს ბურთი საინი ვალატიმ და როკონდინონო. გუნდის კაპიტანი მიხეილ ციკლაური ცდილობს ფონს გასვლას, თუმცა ადგილზე ჩამოყალიბდა რაკი და საბოლოოდ დაჯარიმდა კიდეც ფარნა გასვიანი, ლეტვის ავტორი. პირველი ჯარიმა მესამე წუთზე დაინიშნა. ხო, ჯერჯერობით უბურთოდ არიან სტუმრები. ძლებს უმიზნებს მელს პიტერსი. დაარტყმა ძალა იყო, თუმცა აცია 0-0.
სანდრო მარგიანმა განაახლა ცენტრი საკუთარი 22-დან თამაში მაღალი ბურთი აწია მელს პიტერსმა საჰაერო ორთა ბრძოლა კარგია ჰაერში ძალიან ბუჯიაშვილი გაზაშვილი შეაჩერეს გაზაშვილიც და ჯარიმა ამჯერად უკვე რუსთაველთან ხარეს ვაჭა ხუციშვილის თამაში და ჭკვიანურად დაიცვეს იქ თავი არმიელებმა სხვათა შორის თუმცა მოედანი დაკარგეს და აქ უნდა თავი უნდა დაიცვან იმიტომ რომ იქვე რო შეებოჭათ შეიძლებოდა მიიღოთ ყვითელი ბარათი და პლუს მაგას 10 მეტრიანი კოხიას შემდეგ ციკლაური ჩაერთო ბურთი არის ხუციშვილმა მარგიანზე გაიტანა მარგიანი გრძელი გადაცემით ათამაშებს ფიჯელ ლეგიონერს მაიკელი როკონდინონოს ისიც უნდა ვთქვათ რომ ერთი მორაგბე ვარი აღარ მახსოვს საბაძინა წითელი ბარათი მიიღო და ვერ თამაშობს ტრევანდელ შეხვედრას მოუძებნი და გეტყვით რუსთაველებს აკლიეთ მოკლედ ერთი წამყვანი მორაგბე მატჩის ბოლოს მიიღო თუ სწორად მახსოვს ხო? კი. ნახოთ ლევან ჭავჭავაძე მოაწვის ბურთს ანარე ტუიტაი თუ არ ვცდები იყო გაწეთლებული მორაგბე იმ შეხვედრაში კი ტუიტაგი რომელსაც ამ შეხვედრაშიც ყავს კი და არ დაგვაკლდა ესე იგი აქ გაფრთხილება საბა აბულაშვილისგან უკვე მიიღო ეთყობა რაღაცა არ მოეწონა იქ ლუარსაბიშვილს და დიდხანს გაიწევა ეპიზოდი ანა პოღოსიანი და მარიამ გოგუაძე სული რაკურსით ემსახურებიან ამ შეხვედრას პოღოსიანი მეოთხე მსაჯად ხო მარიამ გოგუაძე კიდის არბიტრია დღევანდელ მატჩში უკაცრავად, ჩემი ბრალია, კარგად არ გადავამოწმე ინფორმაცია. ესე იგი, ანარე ტუიტაგის შემთხვევაში რა მოხდა? რუსთავის ღარებმა შეიტანა საჩივარი, საჩივარი ქვია თუ წერილობითი ის როგორც მოგეხსენებათ საქართველოს რაგბის კავშირის სააპელაციო სისტემასაც იყენებს. თუ რაიმე დარღვევა დაუშვათ ან ბარათი არ ეთანხმება გუნდი, მათ შეუძლიათ ეს გაასაჩივრონ, მაგას თავისი ვადები აქვს და შეიტანოს აპელაციაში და აპელაციამ გადაწყვიტა, როგორც ჩანს, რომ ეს 3 კვირა შეცვლილი იყო პირობით 3 კვირად და თუ ის ადამიანი ხა რამე სადისციპლინო დარღვევას კიდე ჩაიდენს, მერე უკვე დაემართება მოკლედ ესე მარტივად რო ახსნათ. სხვა შემთხვევაში მოუხსნეს მოკლედ წითელი ბარათი. დაკვირვების ხო, ესე იგი რეჟიმშია ხო ანარე ტუიტაი. ამიტომ არც არავინ აკლიათ არასწორი ინფორმაცია გაგაცანით რამოდენიმე წუთის წინ. სრული, ესე იგი მზადყოფნა ორივე გუნდის მხრიდან და როგორც ყოველთვის, ესე იგი ლაღი და ესეთი საბურთალო თამაშებს ნაკლებად ვერ ითხოვენ საპლეიოფო სტადიებში, რადგან ორივე მხარესთვის არ აქვს მნიშვნელობა ვინ ვიც ეთამაშება, ძალიან მნიშვნელოვანია შემდეგ ეტაპზე გასვლა. ამიტომ უფრო შებოჭილი და დაძაბული შეხვედრები მიმდინარეობს ხოლმე. ბურთი აიღო მელს პიტერსმა და იგი ადგილზე შებოჭეს, კარგი ფეხით დარწმუნებული იყო რუსთაველი მწვრთნელი, ახლა 22 მეტრიან ზონაში არ შევიდა. ამიტომ ალალზე დაჭერაც არ შეეძლო. აქ გიორგი კაკაურიძეს მოუწევს მოკლე კონტაქტის გაკეთება და ბურთის შენარჩუნება და ნახუცრიშვილი გადის უკან. ნინიძე გამოცდილი მგეზავი ადმიელთა რიგებში კი გამოდის საკუთარი 22. გამოცდილება აქვს რომ ყველას გაგვიყოფს და მე მგონი გაგვიზიარებს კიდევაც.
მიუხედავად იმისა, რომ ტრიბუნაზე ბევრი ხალხი არ არის, მაინც საკმაოდ ხმაურია. ნახოთ რუსთაველები უკმათი უკანა ხაზი ვაუ როკონდინონო იქ მელს პიტერს ისევ რაღაცა მე მგონი ეთკინა წაიქცა ხელს იტკიებს დიდხან შეყონდა რაგში ბურთი გაიშალა მარცხნივ კარგი გადაცემა შანსი იქ რუსთავის ხარებს გარეთ ფეხი ჭკვიანურად დაარტყა მაგრამ ნახუცრიშვილმა ძალიან იყო ჩაღა ბურთი ეგრევე დაიჭირა ნახუცრიშვილი გამოათავისუფლეს მაღალი დაარტყმული ბურთი საინივალატი მარგიანი მონახა მარგიანმა გარისკა და დაუვარდათ ბურთი რისკმა არ გაამართლა შენარჩუნებაზე უნდა ეთამაშოთ მაგრამ ისე არ ვიცი რისკმა არ გაამართლა თუ კი ვთქვი მაგრამ როშე ბურთი რომ მიწაზე დაედო იქ ბევრი მწვანეში გამოწყობილი მოთამაშე იყო და შეიძლება გადაეთელათ რაკი და ან ბურთი უცბად წაიღოთ ან ჯარიმა აეკიდებინათ მოწინააღმდეგისთვის დიდხანს გაიწელა შერკინების მოწყობის ეპიზოდიც. გააფრთხილა პირველ ხაზელები სთა ნომერი 2 მოწყობის გამოვიდა ბურთი. აი, ხარშალაძემ დააკარგა. წაიღო რუსთავმა და კონცეტევის შანსი აქვს ახლა მათ. საინივალატი წავიდა შემორბენზე აჩქარდა. ფეხით გადაკიდება ტუიტა იყოფილა როკონდინონოს გადაუკიდა როკონდინონო. პირველი იქნება და გაიტანს პირველ ლევოს დღევანდელ შეხვედრაში. ანარე ტუიტა ის გადაკიდებით. რუსთაველებმა ბურთი წინ ვარდნის შემდეგ პირდაპირ ჭკვიანურად ითამაშეს. ნახეს რომ უკანა მხარეც არიელი იყო, ფეხით გადაკიდება და მერე ნუ იქ იჯელს ცოტა სირგლში გაახსრო და მე თანხმებისაბარ რთული საქმეა მაი ამბავ. ნამდვილად. თუმცა მე ერთი შეხედვით მომეჩვენა რომ დამრტყმელზე წინ იყო. მაგრამ ნახოთ. მუშაობს უკანა ფლანგზე ვიდეო რეფერი აქტიურად და თუ რაიმე საეჭო იქნება აუცილებლად მივა აბულაშვილამდე.
იქამდე კი მარგიანი ასრულებს ორქულიან დარტყმას მონაგარის 7-მდე გასაზრდელად. პიტერსისგან განსხვავებით მარგიანი ზუსტია, დაწინაურდა რუსთავის ხარები 7-0 გარდასახული ლელო. ეს კი ეპიზოდი საიდანაც კონტრშეტევა წამოვიდა. მოგდება ურიძის ტუიტაინ დაარტყა გარეთ ნაბიჯი და გადაკიდებაზე. კარგად ითამაშა, არა, ჩემი სიტყვები უკანი მაქვს. ან მეორებით ჩვენებაზე აღმოჩნდა, რომ ყველაფერი რიგზეა, წინ არ ყოფილა როკონდინონო. მამუკანინიძე განაახლა ცენტრიდან მან თამაში. უარსაბიშვილზე ითამაშეს ჰაერში, ცუდად დაეცა თვითონ უარსაბიშვილიც. დაჯარიმდა არმია. კაცე თამაშა. მარგიანი უმიზნებს კიდეს. და ვერ გადააქვს მელს პიტერსი ადგილზეა 22-დან თავად. არმიელთა ფულბეკი აბრუნებს ფეხს და აბრუნებს შესანიშნავად. ხდება რა. კი, ნამდვილად აქ ჯარიმა, თუმცა მელს პიტერსი აპროტესტებდა, არ ვიცი ნიშანს სადაც არ აუწიეს ავამი თუ მე რატომღაც ჩავთვალე რომ მოკლედ ვერ დავინახე. ადგილიდან დარტყმა ხომ არ დაინიშნა თქო, მაგრამ არა, ალბათ უკმაყოფილება გამოთქვა მოგებულ მანძილზე, მაგრამ ამის საფუძველი არ აქვს. ვერ გაათამაშეს კარგად დერეფანი რუსთაველებმა, ბურთი არმიელებს ჩაუვარდათ, ინარჩუნებენ ცენტრშია სადღაც თამაში. ახუცრიშვილი ცდილობს გაიტანოს, თუმცა იქ წესების დარღვევით შეუშალეს ხელი რუსთაველებმა და ნახოთ რა გადაწყვეტილებას მიიღებს. წესით კარგებში უნდა გაგზავნონ. ძელებს წინ არის, მარტივი უნდა იყოს ეს დარტყმა მელს პიტერსისთვის. მან თუ ფეხი გაახურა, ის ერთ-ერთი საუკეთესო დამრტყმელია, როგორც უკვე გითხარით. წლევანდელ სეზონში. ამჯერად ზუსტია. გაისწორა მიზანი მეორე ცდაზე, 3-7 არმიამ გაქვითა ერთი ჯარიმა. ნუ აქ ჩამოყალიბებული რაქია და მეერე ჩადის ბურთზე თუ არ შედები ციკლაური და დისკურსსაც დაჯარიმდა უკანასკნელი ჯარიმა. ეს გახდათ და ცენტრიდან განახლება რუსთაველების შესრულებით. შორი მანძილი დაარტყეს 22 მეტრიან ზონაში და არმიაც მოხტავს სიტუაციას. მომენტალურად გამოვიდნენ. ნატრიაშვილიც გამოჩნდა მსხვილი რაკურსით. ხუციშვილი კარგად თამაშობს. კარგი დაქნევა. დარჩა. საერთოდ ბურთს შეეხნენ როგორც ჩანს არმიელები და წინ წავიდა. საბოლოოდ ჭამიაშვილი.
დასრულდა წინ თამაშის უპირატესობა ციკლაური კარგი აუთავბრძოლები გვაქვს მოედანზე საინი ვალატი ამოაგდო მოკლედ ფიჯელებს თუ დაუკონძულელებს თუ დაუტოვე ხელი თავისუფალი პირდაპირ ნებისმიერი რაღაცა მოძრაობით და ხერხით ბურთს ამოაგდებენ. რთულია მოკლედ გეთხოვთან თამაში, რადგან ახალი მიდგომით კარგად იცი საბა რომ მაღლა თუ წახვედი ბოჭვაზე ძალიან დიდი რისკია რომ დაჯარიმდე, ტრავმა მიიღო, ბარათი ან ასე შემდეგ და თუ ქვევი წახვედი კიდე 100-დან 99 ჯერ ბურთს ამოაგდებს ამასობაში აქვს სირცე არმიას და ბურთს ინარჩუნებენ. კარგად ითამაშა მაჭარაშვილმა, შეინარჩუნა ბურთი. უკან იყო ვარდნა ცენტრალურ ხაზამდე დაიხია არმიამ უკან, თუმცა ბურთს ინარჩუნებენ, რაც მათთვის მთავარია. გიგოლაშვილი აიწმინდა ეს რაკით, თუმცა ტემპი დაიკარგა. ნახუცრიშვილი ფეხით გადადის, თუმცა ადგილზე არის რუსთაველების უკანა ხაზი და ისევ ფეხით. ეგრეთ წოდებული პინგ-პონგი ძავა საინტერესო ილეთი გარმიელების შესრულებით. კარგი სრულ მოძრაობა მაჭარაშვილი აქტიურია დაიქნია აღარ გაატანა მოკლედ გადაცემა არ მივიდა კეშელავამდე არც ერთ აქ ფრთხილად თავსვენს ახლა საბაბულაშვილი რა თქმა უნდა უსაფრთხოება რა თქმა უნდა პირველ ადგილზე დგას ფარნა გასვიანი ძალიან დიდი ძალა არმიელთა მხარეს ჩემპიონი ლოკომოტივის რიგებში ძალიან გამოცდილი და მაღალი დონის მესამე ხაზელი. ნუ მოთქვენ ჩვენაც მოვისმენთ ეს კი ჩვენი შეიარაღებული ძალები პატივისცემით მოვიკითხოთ ბიჭები აქედან და გოგოებიც გულშემატკივრობენ რა თქმა უნდა არმიას ეს კი გოგონები რომლებიც იმეორებენ ილეთებს პასის გაშვებისას ალბათ კიდევ ერთხელ უნდა ვახსენოთ რომ ჩვენმა ქალთან აკრებმა ორი შეხვედრა 15 ქალა ამ შემთხვევაში გამართა 18 და 24 აპრილს ყაზახეთის ქალთა ნაკრებთან და მოგვიგეს, მაგრამ ჩვენმა პირველ ისტორიაში პირველად ესეთი ოფიციალური შეხვედრა 15 ქალას გულისხმობ უმასპინძლეთ და ძალიან სასიამოვნოა რომ მომრავლდნენ ჩვენი გოგონები, ვინც რაგბის მოყვარულები არიან და თამაშობენ. ხო, სიმბოლურია თან რომ ზოგადად ქართული რაგბის დამოუკიდებლობის ისტორიაში პირველი შეხვედრაც, რომელიც ქვეყნის დამოუკიდებლობამდე ჩატარდა 99 წელს. ისიც ქუთაისში იყო. ვერ მოეწყო პირველი შერკინება. განმეორებით შერკინების ეპიზოდი დღეს მარტივად არ მიდის ეს კომპონენტი. არა მგონია აბულაშვილსაც ჰქონდა ამის მოლოდინი. რომ საქმე მარტივ შერკინებებთან ექნებოდა ან რაიმე მარტივთან დღევანდელ შეხვედრაში. ამჯერად დადგა შერკინება. მიაწვა თითქოს რუსთავი ბურთი გამოვიდა ცუდად. სესიაშვილი თავად გადაწყვეტა შეტევა. კეშელაო ისე ვერ მიიღო ბურთი. და აქ რაკში თითქოს დაკარგეს? კი, ასეა. მაგრამ გიგოლაშვილმა იყო ჩავა. ნახუცრიშვილი გაგრძელებას ეძებს, იქვე მონახა, შევიდა კონტაქტში გიორგი კაკაურიძე. უკან გადის ნინიძეზე და ნინიძე ალბათ ფეხით გადავა. მაღალი აბრაგანი ასწია უფრო.
ადგილზეა, უპრობლემოდ იღებს. ნარეტუით, აი თუ რატია ესა? რატო? არა, გაცვლილი ნომრებით არის. ხო, თავდაპირველად სხვანაირად ეწერა და ამან დამაბნია. საინი ვალატია ესე იგი. მაშინ ხუციშვილიც ეძებს გაგრძელება სავარაუდოდ თვითონ გადავა ფეხით, ასეც ხდება 22 მეტრიან ზონასთან ვერ მივიდა მელს პიტერსი. გავდა უხეშობას რა თქმა უნდა. და თვითონაც დააბრუნა ძლიერი ბოჭვა. ნებათაღელვა მატულობს, როგორც მოგახსენეთ, დაძაბულობა იქნება, რახან პლეი-ოფია. ხო, მას იუხეშეს სასტანს არ დაელოდა და ბურთი მიიღო თუ არა. აი, კომპლექსური საკითხი არის. სხვათა შორის, სანამ დაუსვენ აბულაშვილი მაქამდე იყო მე. აი, ეგ უნდა გადაამოწმო. ეხლა ყველა შემთხვევაში ესე ერთი შეხედვით ჩანს, რომ მაილს პიტერსზე უხეშობა იყო. თვითონ ერთი შეხედვით უხეშობა მე ვერ შემომჩინე. იყო სიხისტე, მაგრამ თუ დაწყებული ქონდა სასტვენამდე ბოჭვა, ამ შემთხვევაში ჩაითვლება, რომ ჯარიმა დარჩა ისე როგორც იყო. თუმცა თუ აი აბულაშვილის სასტვენი და ეხა იმედია საჯისხმა შემოგვივა ეთერში და ვნახოთ რას მეტყვის მოთამაშეებს სავარაუდოდ კაცად გააფრთხილებს დაწყნარებისკენ. ხო, სამწუხაროდ სრულად არ შემოგდის აბულაშვილის ხმა. აი აქ იყო ბატონო ეს შეიძლება უხეშობა და მე თვითონ იხრება და კარგ ბოჭვას აკეთებს ოღონდ თუ ეს კარგაგვიანი არის სასტვენის შემდეგ მაშინ ესეც წესის ძარღვევაა თუ არა არა და 13 ნომერი გავაფრთხილე, მაგრამ ეგ გაფრთხილება ეხება ნებისმიერ მოთამაშეს. ამის არა შენ არ ვაპარაკობ, მე მისმენ და ორივე მიდიხარ გუნდებს ევაპარაკებ. მაგის მერე რაც ხდება, შემოდის სტასი. ოქიმ საუბრობს მოთამაშეებს. თქვენი ექიმი, თქვენი სტასი. ეხლა თქვენ გაგვრეთ, გუნდებს დავაპარაკოთ, იმიტომ რომ შემდეგ ესეთ შემთხვევაში იქნება აუცილებლად ორივე მოთამაშე გავაბარაკოთ. კარი ბოჭვა პინგო. იმიანად გუნდის სტარები არიან სტასი. ნუ თუ სტასით შემოვიდა, რასაც საბაბულაშვილი ამბობს და რაღაცა მოთამაშეებთან კამათში გადავიდნენ, ამაში აბსოლუტურად ვეთანხმები, რომ ნებისმიერ არ აქვს მნიშვნელობა რა. მორაგბე თითულება ნებისმიერი ის ადამიანი, ვინც სტადიონზეა. ეს შეიძლება იყოს ექიმი, მსაჯი, მეოთხე მსაჯი, ფხიზელი თვალი თუ ნებისმიერი ადამიანი, არა მარტო მოთამაშე არის მორაგბე. წესები უნდა დაიცვან. ორი როგორც ჩანს, ორივე მხარემო ამ შემთხვევაში სამედიცინო პერსონალმა რაღაცა მოთამაშეებს რაღაცა უთხრეს. ამიტომ საბამ კაცი გაფრთხილება მისცა, რომ რეაგირება მექნებაო. რასაც ვერ ვიტყვი, რომ არ ვეთანხმებით ხოთან, ძლიერად ვერ ვიტყვი მაგას. ეს მელს პიტერი და გიორგი ბოხუა ახლო კადრით ჩვენს ეკრანებზე. ამასობაში მამუკა ნინიძე დანიშნული ჯარიმის შემდეგ კიდეზე გადავა. დარჩა ჯარიმა არმიას, თუმცა ორივე გუნდმა მიიღო საკმაოდ მკაცრი გაფრთხილება. დროული იყო ძალიან აბულაშვილისგან, სხვაგვარად ისე მიდიოდა მოვლენები, რომ შეხვედრის სადავეები მას გაექცეოდა. არ გაექცევა ნამდვილად, იმედი მაქვს და თამაშეებიც აყვებიან. საბოლოო ჯამში ეს თამაშია და რომ მორჩება, მაინც ხელი უნდა ჩამოვართვათ ერთმანეთს. ის მიმართულება, რაც მისცა აბულაშვილმა და ის კომუნიკაცია ფაქტობრივად ძალიან ჩარჩოში აქცევს უკვე შეხვედრის მიმდინარეობას იმ კუთხით, რომ მოთამაშე რომელიც დაარღვევს წესს გავა გარეთ 10 წუთით და თავისი გუნდის დაღალატება ცხადია ამ სტადიაზე არავის სურს და არავის უღირს დისციპლინობა. ჭავჭავაძე ყველგან არის ეს კაცი. მარჯვენა ფლანგი პირველად მიიღო კეშელოვამ ბურთი.
დაარტყა კაკაურიძემ. 22-ია არმია. გასვიანი. კარგი ორთაბრძოლა იყო. ჯიმშელეიშვილსა და გასვიანის ამასობაში ჯარიმის უპირატესობას მიუღია პირისის არმიას თამაშგარის წესის დარღვევის გამო და სავარაუდოდ ამასაც კარში გაგზავნია. და უკვე ერთ ქულამდე მიუახლოვდებიან მეტოქეს. ოცდამეხუთე წუთი ამასობაში. როგორც გითხარით ამ 25 წლის მეთქი და წუთის მანძილზე ესეთი რაღაცა წელივით მოგეჩვენა ეს 25 წუთი. არა, უბრალოდ აი რაც ვახსენეთ რა, რომ რახან პლეიოფია, ესეთი დაძაბული შეხვედრა, ესეთი ლაღი ბურთაობა ჯერჯერობით ვერ ვნახეთ და არც ველიც სიმართლე გითხრათ ამას. ხო, ეს შეხვედრები ცხადია, შედეგზე ორიენტირებულია, ტაბლოზე დაფიქსირებულ შედეგზე. მეორე შანსი აქ არ გაქვს. მით უმეტეს თუ პირველ მეორე ადგილზე არ ხარ გასული. ზუსტია ამჯერადაც არმია, ოღონდ შეიცვალა დამრტმელი, მამუკა ნინიძემ შეასრულა სადგამიდან დარტყმა, 6-7 ხდება ანგარიში. ხარებს წამოეწია მასპინძელი. ეშელავა არის პირველი მიმღები ბურთის. გადაიზარდა თამაში რაკში. ჩაერთო გოილევუ. დააგრძელებული რაკიდან კი ნახუცრიშვილი თავად აპირებს დარტყმის შესრულებას. არც თუ ისე კარგი დარტყმა გამოუვიდა, ვერც კეშელავამ იყო ჩაღა და შემდეგ ვეღარც ჭამიაშვილმა. ვერ დავინახე, მე მგონი გაუვარ. საჯმაც ეს ანიშნა და გადაიმეორეს მაყურებელმაც. გამეორება კი ცოდნის დედაასავა. ხო, ჯერ კეშელოვას შემდეგ იურიძეს. მიიწვია აბულაშვილმა შერკინებაში დასადგომად. ორივე გუნდი. ბურთი გავიდა ბუჯიაშვილი. იქვე შებოჭა გიგოლა შვილმა შემდეგ დენიმე ხისტი ბოჭვა მარგიანის ფეხით შეცურებული ბურთი კეშელავა უნდა იყოს ამ ეპიზოდში პირველი ბურთთან. პიტერსი შორეული დარტყმა პიტერსს გამოუვიდა. კარგი დარტყმა მოდის კონდინონო. ნახუცრიშვილი ხელით იმუშავა, შემდეგ შევიდა კონტაქტში. ჩამოყალიბდა რაკი. კონტრაკის მცდელობა შესრულდა გაზაშვილმა მოიპოვა ბურთი. თამაშიაო პიტერსმა იყო ჩაღა იქ და მეგონი კიდე ფეხი ეთკინა. რამდენ ტრავმას იღებს დღეს უკვე. და არეულობა სრული მას ჯარი მაიქნება. კარგად თამაშობს ხარები კონჩეტევაზე ვნახოთ. ტუიტაი ფრთაზე აჩქარდა ამოაგდო კიდეც თუმცა ბურთი კიდეც ცდება და ჯარიმის უპირატესობა ბრუნდება. მძიმე შეხვედრა გამოგვდის. და როგორ ჩანს პიტერსი მე მგონი საინტერესოა გადაადგილება როგორი იქნება თუ პიტერსი დატოვებს მოედანს.
და რაღაცაზე ვიდეო რეფერის უხმოს აბლოშუმა ან ვიდეო რეფერიმ უხმოს აბლოშუს რომ ეკრანთან მისულიყო ვნახოთ რას ამოწმებს საჭთა ბრიგადა. ხელის ჩარტყმას ეს მოწმდება არის შორი კადრია სიმართლე გითხრა საბა ქედან არ ვიცი ერთი მიმართულებას იცვლის სესიაშულთან შეხების შემდეგ შესაძლებლობა ნახდათ არის ამავდროულად ხელს წევს გუნდზე თამაშობს და მეორე ამის შემდეგ მიდის იმაზე რა ქვია ბოჭოზე მეხახები განსხვავებულად ხوارცები გაჭერას ცალ-ცალით ვერ გაიჭირს გაჭერის ცელობა არ არის პირდაპირ და ამას პამბის 4 ნომერი იჭერა შესაბამისად 12 ნომერზე იქნება ჩარტყმა და ყვითელი ბარათი ჯარიმა იქნება 5 მეტრიანთან დაახლოებით 22 ხაზი. სანდრო სესიაშვილი 10 წუთით როგორც ჩანს გამოეთიშება გამარჯვებას შეხვედრას და მე დაუბრუნდება ადგილს. ნუ პირველ ნახევარს ვეღარ დაამთავრებს, მეორე ნახევრის დასაწყისში დაიწყებს. კაპიტანი და 12 ნომერი მოვიდეს რა. აქეთ ხაზე რაც ხდება 11 ნომერი გუნდს აგდებს. გუნდის ამოგდების შემდეგ გუნდზე თამაშობს ხალიფელი ხელს უწყობს გუნდს და მის მიერ მიდის ბოჭოზე რა ხელის ჩარტყმა არის ბარათი. და ჯარიმა იქნება აი შეიძლება ხელზე იტანოს. 10 წუთით დაისვენებს სანდრო სესიაშვილი 20 წამდე ნაკრების წევრი და მოუწევს არმიას გაძლება ამ 10 წუთს. ამ 10 წუთიან მონაკვეთში, თუმცა შემდეგ ეტაპზე გასვლის შემთხვევაშიც დისციპლინობას რაღაც უნდა მოუხერხოს თბილისურმა კლუბმა. უფრო გამოსასყიდა ხარების მაყურებელი. გაბა პირიქით რომ ცადოს. ნომინალური მასპინძელი არის მაინც არმია. ისინი როგორც წესი ავჭალის სარაგბო სტადიონზე თამაშობდნენ, თუმცა გორში გადაინაცვლეს პლეი-ოფის სტადიაზე უკვე ბოლო ტურიც თუ ვწდები, საშინაო გორში ითამაშეს და პლეი-ოფის ორივე თამაშიც. მოიგო რუსთავმა ბურთი. რეგულარულ ჩემპიონატში უკეთეს ადგილას დამთავრება, პრიორიტეტი უпроსტოდ უკეთესია იმისთვის, რომ მოედანს ირჩევს შენ. ჩახსნა ხუციშვილმა კარგი ამოგდება ილურიძე კიდევ ერთი ამოგდება მარგიანი ჩაერთო საქმეში. ილურიძეები ძმები დღეს ერთმანეთის წინააღმდეგ არიან. ერთი ფრთაზე მეორე ცენტრში. კონტრაკი თუმცა ჯარიმის ხარჯზე შესრულებული. უფრო ყურადღებით უნდა იყოს რუსთავი რაქებში, არმია კი წესების წიგნთან. ხუციშვილი ხაზზე გაიტანა, ფეხით გადაკიდება დიაგონალზე და იმორჩილა და საინივალატი ხდება მეორე ლელოს ავტორი დღევანდელ შეხვედრაში. სრულიად ლოგიკური იყო ის, რაც მოედანზე მოხდა. არმიამ ჩააგდო ბოლო წუთები. რატო საინივალატი ლელოს ავტორი? გიანმა კი სალევოე გადაცემა ჩაიწერა. კი და ნუ
ორი ეფექტური მოლო გაიტანა რუსთავის ხარებმა. ჯერჯერობით უპასუხო არმიის იქამდე საინივალტი მთავად გაუკეთა ანალოგიურად ფეხით. მაიკელი როკონდინონოს და გარდასახვა აცდა მიზანს 12-6 გოლიანი სხვაობა ჯერჯერობით. არმია გავიდა. განმეორებით საჰაერო ურთაბრძოლა მაჭარაშვილს აჯობა. გორში რა ყოთა? ვაჟა ხუციშვილი განახლების შემდეგ პირდაპირ კიდეზე გადის. ჭავჭავაძე ბურთით მეტოქის 10 მეტრიან წვეტილ ხაზზე აქვს არმიას დერეფანი ჭეიშვილზე ცდილობდნენ მოგებას თუმცა ბურთი დარჩა რუსთავის ხარებს იქნება შერკინება რომელიც ყველაც დაზე ძალიან გაიწევა თავისუფალი ადრე გადასვლაზე. მარკიანმა თითქოს დაინახა ცარიელი წერტილი ძალიან თავდაჯერებულად ასრულებდა ამ დარტყმას, მაგრამ ილურიძეს ჩაუვარდა ბურთი და მოიგერია შორეულ წერტილში. დაახლოებით 4 წუთში კი უნდა შემოვიდეს დაბრუნდეს მოედანზე. გასინგინებული მოურაცხმო სანდრო სესიაშვილი. უარსაბიშვილმა მოიგო. მარკიანი გრძელი გადაცემების სვანიძე ჩაერთო ტუიტა იფრთაზე. შემოbrunდა შეტევა. მარკიანმა ამჯერად ქადარია ათამაშა. ჭამიაშვილი იყო. და ფეხით შემდეგ თამაშობს გამოცდილი 9 ნომერი. მაჭარაშვილის დარტყმა. კარგად ჩააგდო. თუმცა ამას ჩახულვაც უნდა მოხვდეს, თორემ უსტავს ძალიან წვავე კონცეტევის. კი, კარგი ბიჭები ყავს ლეგიონერები თეთრზე. არებაზე მამა დამიძახა დუბინკა მინდა. ლების წინ, ხო, მოადგილე. ლების წინ. ამოუტანე ის დუბინკაი და მივედი. აუთომატურად დუბინკა. არიან გოგუაძე და ილურიძე ახლო კადრით. არიან გოგუაძე სხვა შორის მრავალი პროფილის ასევე ქალთა ნაკრების წევრი და მისი სამსაჯო საერთაშორისო კარიერა მათ დაიწყო წინშლა.
რაც ძალიან მისაბაძი და მისალოცია და სასიხარულო ჩვენთვის ამასობაში გაათამაშეს ტერეფანი არმილება მოიგეს და მოლით ჩამოყალიბდა მიდის ჯერჯერობით ჭავჭავაძე მოწყდა ლუარსაბიშვილმა შებოჭვა იქვე ბურთს ინარჩუნებს თბილისის არმია ამასობაში პირველი ტაიმამდე დასრულებამდე 4 წუთია კიდევ დარჩენილი მოკლეზე კარგი შეტევა ბურთის გათამაშება ნახუცრიშვილი მიდის იყო გადაყრა იქვეა და ჩაყა ურიძეს ფეხი მაგრამ აქ შეინარჩუნა არმიამ ადგილზეა ნახუცრიშვილი ათამაშებს უფროსურად ამზადებს მოკინალებს დაგეზა ლეგიონერი და დაკარგა ბურთი არმიამ ყობა ჯიმშელეიშვილი წინვალე იყო ბოლო ეპიზოდში ბოლო მხტომელზე მოიგო რუსთავმა ლუარსაბიშვილმა ჩამოაგდო გაიშალა ხაზზე ბურთი მაგარი კონტაქტი დაიცვა თავი ნინიძემ გააჩერეს უჯიაშვილი ჩავარდა ჭეიშვილი შეიკავა თავი ჭეიშვილმა და ჯარიმა ქადარია თავად გაძვრა ქადარია გადაცემაზე ვეღარ იფიქრა პირველ ხაზელმა ლუარსაბიშვილი მივიდა 9 ნომრად ჯიმშელეიშვილი დაადგა ფეხზე მაგრად მარცხენა ფლანგი გაეხსნა სვანიძე სივრცე ათამაშა მარგიანმა ათამაშა უბრალოდ ურიძე ესეთ კარებში რკია ასეც იქცევენ რუსთაველები კარში ხსან მომზადება სესიაშვილის დასაბრუნებლად თექვსი ანგარიში დაბრუნდა სესიაშვილი ბოლო წუთის უკუთვლად დაიწყო დღევანდელი შეხვედრის პირველი ტაიმის ძლიერი ხელი ქონია არმიელთა ლეგიონერს მიკროგორ ჩანს შეხება იყო ნახოთ თუ მოინდომა იქ ურზინ დააფარა და არა ეთქობა უბრალოდ მოეჭრა რუსთაველებს ფეხის დარტყმა
და ტაიმის ნიჭრულს პირველი ტაიმისთვის ბოლო შანსი აქვს არმიას, მე მგონი რომ რაღაცა მოიმოქმედოს. თავარია პირველ რიგში დერეფანი კარგად მოიგოს. სუდად მოწოდებული დერეფანი მარგიანი ფეხით თამაშობს. ადგილზეა მაჭარაშვილი. ხელით გადაწყვიტა წამოღება არმიამ. ფეხით ითამაშა, შემდეგ უკვე ახალგაზრდა გაარემარება. კი, ასრულებს როგორც ჩანს რუსთავის ხარები. პირველი ნახევარი ასე დაძაბულ ვითარებაში დასრულდა, ჩვენც 10-15 წუთი შევისრულეთ და დაგიბრუნდებით ისევ დარჩით ჩვენთან აუცილებლად. Judge